უпрост ყოვლისა საქართველოს არსად არ იკარგება, არის იქ სადაც ვართ და ვართ ნაწილი და თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა და მათ შორის იმ ევროპისა, რომელიც თანამედროვე გაგებით არსებობს მისი დემოკრატიით, უფლებების დაცვით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის თანაშემოქმედია ქართველი ხალხი, ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული. რაც შეეხება ურთიერთობებს ევროკავშირთან, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართულ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელია ის, რომ უპირველეს ყოვლისა არ მოხდეს საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება და არ მოხდეს არჩევნებში ჩარევა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართულ ხალხს საკუთარი პრეტენზიები, ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ჩვენ ველით შესაბამის ნაბიჯებს. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა იმას, თუ როგორ იყო ჩართული სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსში სხვადასხვა მავნე პროცესების დაფინანსებაში ევროკავშირის ფული. ჩვენ შემთხვევით ვიგებდით ხოლმე, რომ მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის კამპანია ფინანსდებოდა ევროკავშირიდან, ვიგებდით, რომ რადიკალური პარტიები ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რაც კანონითაც არის აკრძალული. ხედავდით, რომ პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტით. ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, გულისხმობს სხვადასხვა NGO აქტივისტს, სიძულვილის ენას და ზიზღს ავრცელებენ და ცდილობენ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. ამ ყველაფერს სჭირდება კრიტიკული გაანალიზება ბრიუსელის მხრიდან და ამას მოელის ქართველი ხალხი ბრიუსელისგან და ეს ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ბრიუსელმა შეძლოს ქართულ ხალხთან ურთიერთობის დაბრუნება იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენი მოლოდინი არის. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ამ მხრივ გადამწყვეტ ნაბიჯებს, ვხედავთ, რომ უფრო ემალება ბრიუსელი იმ პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. თუმცა რაც არ უნდა მალოს ბრიუსელმა, ჭირითავს არ დამალავს და რა თქმა უნდა ის მავნე პრაქტიკები, რომელიც არსებობდა საბოლოო ჯამში თავს იჩენს ხოლმე და აზიანებს თავად ევროკავშირის რეპუტაციას, მათ შორის ქართველი ხალხის თვალში. კომუნიკაცია და დიალოგი განახდეს, მაგრამ საბოლოო შესაძლოა სავაჭრო შეთანხმება იყოს გადახედილი. არ გამორიცხავს იმასაც, რომ საბრძოლო რეჟიმთან დაკავშირებით რაღაც იყოს მიღებული, მაგრამ ამას რომ ამ ნაწილში არ გვინდა ხალხი მოსახლეობა დავაზიანოთ. მაგრამ თავადაც ფიქრობთ, თქვენ თქვენი მოთხოვნები თავადაც აკრიტიკებენ კანონმდებლობას, რომელიც თქვენ მიიღეთ ბოლო პერიოდში. ხო, რაც შეეხება ამ განცხადებებს, თქვათ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა საკითხები. ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომელიც მიმართაც ქართულ ხალხს აქვს საკუთარი პრეტენზია ბრიუსელის მიმართებით. ზუსტად ამ შანტაჟის ენის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟით ენით საუბარს. ამიტომ ამას ვამბობ, სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა თუ სურს რომ ქართულ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა, საჭიროა რომ გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები თუ პრეტენზია, რომელიც ქართულ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ, მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართულ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქებთან ისტორიიდან გამომდინარე და თავისი, ასე ვთქვათ, ისტორიული გარკვეული ტკივილები ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის, რომ ქართულ ხალხს აქვს სპეციფიური ავერსია, როდესაც რომელიღაცა დედაქალაქიდან არის მცდელობა, რომ მითითებები, დირექტივები წამოვიდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეწყოს ჩვენი საზოგადოების თუ სახელმწიფოს შიდა საკითხები. კიდევ ერთხელ მე იმედი მაქვს, რომ
მათ შორის აი ამ ინტერვიუდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანი არის კრიტიკული ანალიზი საკუთარი ნაბიჯებისა, ზუსტად ეს არის ევროპულობა, არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ერთი საკითხია მხოლოდ რაც მე მაფიქრებს, მე როგორც ნახე ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებას მისცა გაფართოების კომისარმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია არის, ოფიციალურად საჯარო არის ეს ინფორმაცია, რომ რადიო თავისუფლება დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ, CIA-ის მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი. და ასე პროპაგანდისტული იარაღათაც ხდებოდა გამოყენება, ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მათ შორის მასთან ურთიერთობის შეწყვეტა, იცით, რომ ის გადახედვის პროცესში არის და ცოტა არ იყოს სახიფათო და კითხვის ნიშანს იწევს ის სიგნალები, რასაც ჩვენ ვძნობთ ახლა ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, რომ ამერიკული პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიფორმოს ბრიუსელმა როგორც საკუთარი მედია, საუბარი ვინაიდან იყო იმაზე, რომ მათ შორის სურვილი რომ მოიძიონ საშუალებები, რომ ეს პროპაგანდისტული მედია დაფინანსდეს ევროპული წყაროებიდან. მათ შორის შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლება სულ ახლახან არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ ფაქტობრივად ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ტერმინოლოგიურად თან ხავს უსვამ ამერიკული მედია მონა სიტყვის გამოყენებას, რომ აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია ზუსტად იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა, მონა სიტყვას იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის იმ კონტექსტში და დატვირთვით, რომ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მიმართონ, ანუ ისაუბრონ სხვა ადამიანზე, როგორც ღირსების არ მქონე, ადამიანის უფლებების არ მქონე ნივთზე. ანუ ასეთი დამოკიდებულება რო აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ეს თავისთავად ბევრი რამის თქმელია და აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს გასაკვირი არის, რომ რაღაც გარკვეული მცდელობები თუ სურვილებია, რომ CIA-ის მიერ შექმნილი მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და დაიწყოს მისი დაფინანსება. ну საბოლოო ჯამში რაც იცით დემოკრატიის მთელი სიძლიერე იმაში არის რომ რაც არ უნდა რადიკალი ჯგუფები იყვნენ საბოლოო ჯამში იძულებულს ხდის მათ ხალხი რომ დაემორჩილონ დემოკრატიული თამაშის წესებს ნებისმიერი პარტიას თუ პოლიტიკურ ძალას ძალის ამოცანა არის ხელისუფლების რაღაც დოზით მიღება და ერთ-ერთი გზა ხელისუფლების მიღებისა არის არჩევნები ამიტომ რა თქმა უნდა ეს სურვილები და მცდელობები რაც იყო რომ ძალადობრივი გზით შეეცვალა საქართველოს ხელისუფლება მათ შორის გარედან ჩარევით რაც ვიხილეთ ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ უხეში ჩარევა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატისა და შემდეგ უკვე არჩევნების შემდეგ მას შემდეგ რაც გაუწყვილდათ იმედები და ქართველი ხალხი არ დაემორჩილა ზეწოლას რომელიც გარედან მოდიოდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა ამის შემდეგ ხედავთ ცდელობას რომ რაიმენაირად არადემოკრატიული გზით ძალადობრივად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ გინდა არ გინდა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს დაემორჩილოს ხალხის ნებას. ხალხის ნება არის დემოკრატია, არის არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლასთან და ხელისუფლებაში მოსვლისთვის.
ჩვენ საბოლოო ჯამში რა პროგნოზსაც ვაკეთებთ, ხედავთ ყველა რომ ეს პროგნოზი ერთ-ერთში ახდება ხოლმე და ეს პროგნოზი არის არა უბრალოდ სურვილები და რაღაც სურვილები, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პარტიას ჰქონდეს, არამედ ეს ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეყრდნობა იმ ასე ვთქვათ, იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ გვგზავნთ საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ხედავთ, რომ გარედან ინსპირირებული და მართული ეგრეთ წოდებული პროტესტი არის აბსოლუტურად მხარდაჭერის გარეშე. ხედავთ, რომ საზოგადოება ძალიან საღად აანალიზებს, რასთან გვაქვს საქმე, რომ 21 საუკუნეში დღისით ბზისით არის უხეში გარეჩარევა შიდა პოლიტიკაში და მცდელობა ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯისა, მეთოდები, რომელიც გამოიყენებოდა წინა საუკუნეში, ცდილობენ ახლა რომ ამ საუკუნის დასაწყისში მათ შორის ცდილობენ რომ გამოიყენონ საქართველოსთან მიმართებით და ამაში იხარჯება ზუსტად დიდი ნაწილი გარედან შემოსული თანხებისა. თუმცა ზუსტად ის, რასაც ჩვენი საზოგადოებისგან გვგრძნობთ, ის დამოკიდებულება, შეფასებები და ასე შემდეგ, როგორც ჩვენს მიმართ, ასევე ოპოზიციის მიმართ, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ რწმენას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ქართული ოცნების. ფონდებთან, ფუძნებლებთან ჩხრეკა მიმდინარეობს საქმის სავარაუდოდ საბოტაჟის ეხება, თუმცა თვითონ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის ეს ხო პროკურატურის საქმე და საკითხი არის, ამაზე ექნებათ ალბათ თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო მათ შორის წახალისებული გარედან, ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა პროკურატურამ შეანაცვლა სამინისტრომ იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები თავდასხმა, ასე რომ ნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავა ჩვენო სამართალდამცავ სტრუქტურებმა, რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე ხა დეტალურად ვერ გეტყვით მე ვერაფერს, ვიცით რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ ამ გამოძიების პარაგრაფში არის ჩხეკები. კოდეზე კითხავთ, ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს, რამდენად სწორია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ბრიუსელს ვიზა ლიბერალიზაციის შეჯიბრებაზე მიმართავს და ამას ითხოვს და არის თუ არა ეს ქვეყნის ხალხი. აქ არაფერი არალოგიკური არ არის, ვანო ჩხიკვაძე გახლავთ სოროსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომელი, ის არ არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ამაზე ვამბობთ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, არანაირი საზოგადოების წარმომადგენელი ის არ არის. ერთ-ერთი ვისაც ის წარმოადგენს იმ ფულს, რომელსაც მას აძლევენ უცხოეთიდან. ასე რომ გასაგებია, რომ ის ატარებს მისი დამფინანსებების დღის წესრიგს და მის დამფინანსებების რა დღის წესრიგიც არის, ამას დიდი ხანია ვხედავთ, სხვადასხვა მათ შორის უცხოელი აქტორების განცხადებიდან, ზოგი მაგალითად თუ ავიღებთ მაკეინის ინსტიტუტს, ნახავთ, რომ პირდაპირ სცენარი ჰქონდათ გაწერილი, ძალადობრივად როგორ უნდა დაამხონ საქართველოში ხელისუფლება, გახსოვთ რომ ქალბატონი თორნტონი მაკეინის ინსტიტუტიდან პირდაპირ ინსტრუქციებს იძლეოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ბუნებრივი პროტესტი ან რაიმე უკმაყოფილება არჩევნებთან დაკავშირებით, მაინც უნდა მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, რომელიც ამას აუცილებლად გააპროტესტებდა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა ამას ქალბატონი თორნტონი. ასე რომ ეს არის ჩვეულებრივად ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, უცხო ინტერესების გატარება. ერთ-ერთი ჩვენ რასაც ვითხოვდით, იყო გამჭვირვალობა, რომ ზუსტად ვცოდნოდა ვანო ჩხიკვაძეს, რამდენი ცენტი თუ ევროცენტი თუ დოლარცენტი მისგან ერიცხება, რომ ვიცოდეთ ვისი ინტერესები არის, თორე ქართველი ხალხის ინტერესი თუ არ მოქმედებს ეს ადამიანი, ეს უკვე დიდი ხანია
ვიცით, მათ შორის შეგახსენებ ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, გახსოვთ, თუ პირდაპირ საბოტაჟით იყვნენ დაკავებული ის მათ შორის უცხოურ ფონდებთან ერთად დაკავებული იყო საბოტაჟით, რომ კანდიდატის სტატუსი არ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, რაც ჩვენ ვიხილეთ ვაშინგტონში მისი და ერთ-ერთი ყოფილი ელჩის მონაწილეობით, ეს პრინციპში გარკვეულწილად გაუმართლა ჩვენ თაობას, რომ ადრე თუ ღალატის ისტორიები ესე გადმოცემით და მონაყოლით ვიცოდით, ჩვენ ახლა პირდაპირ ვიდეო მტკიცებულებები გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს ღალატი, რას ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ხალხის წინააღმდეგ წასვლა, ამის სიმბოლოდ იქცნენ სამწუხაროდ ეს აქამდე მიიყვანა NGO სექტორმა საკუთარი თავი, რომ ერთადერთი რითაც ამახსოვრდება ეს ქართულ ხალხს არის ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს, არის გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ცალფეხზე დგება უცხოელების დანახვის დროს. აი ეს არის რეალური სახე ჩვენი NGO სექტორის. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით კითხავთ დღეს პლენარულ სიტყვაზე მეორე მოსვლით განხილვა თქვენი ოპონენტები ამას განიხილავენ როგორც დინას და მათ შეიწროებას. რეალურად რატომ შეგვიძლია გამართული ეს ნორმა? უბრალოდ ყოვლისა კიდევ ერთხელ უნდა გავმარტოთ, რომ რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, არაფერი ამ წესში არ იცვლება, ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება, შეგახსენებთ ყოფილი სახალხო დამცველი ქალბატონ ნინო ლომჯარიას გამზადებულიც ჰქონდა სარჩელი ერთ-ერთ პარტიასთან დაკავშირებით. ანუ ეს ის წესი და პროცედურა, რომელიც წლებია მოქმედებს. ერთადერთი რაც ახლა ემატება, არის ის, რომ არ მივცეთ საშუალება იმ შემთხვევაში თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მიცვეთ მის წევრებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ, ასე ვთქვათ, სისტემას და იგივე შინაარსის, ასე ვთქვათ, გაერთიანებას, უბრალოდ სხვა სახელი დააწერონ, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება, ხო? თუ კი იქნება პირობითად, ავიცი, რაიმე ფაშისტური პოლიტიკური პარტია, რომელსაც ფაშისტური იდეოლოგია აქვს და ის ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, შემდეგ იგივე ხალხი, იგივე ასე ვთქვათ, მიზნებით, იგივე ოფისში გამოვლენ და აბრას გამოცვლიან და ნაცვლად ერთი პარტიის სახელისა დააწერენ მეორე პარტიას, ну ეხლა ეს ხო ხვდებით თუ არის სისტემისთვის გვერდის ავლა. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად არის ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ არ მიცეთ ასეთ არაკონსტიტუციურ პარტიებს იმის საშუალება რომ გვერდი აუარონ შემდეგ კანონმდებლობას. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება, ანამიკო ჟურჟურიანის სახლში შევიდნენ დილის 8 საათზე და სხვა ადამიანების სახლებში შევიდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ სახლში დილის 8 საათზე, მოხდა ეს ყველაფერი და გარდა ამისა პოლიციის ალყაში არის, ახლა შეიძლება ითქვას ჟორჟორიანის სახლი იმდენად ბევრი არის სამართალდამცავების მობილიზება ადგილზე და არა მხოლოდ პროკურატურის წარმომადგენლები, არამედ სუსიც კი იმყოფებოდა ჟორჟორიანთან სახლში. რა საჭიროება იყო სუსი რატომ იყო სახლში მისული და ასეც რა საფრთხეს ხედავთ ბატონო შალვა ჟურნალისტში, რომ ალყაში არის მოქცეული მისი სახლი და მცირეწლოვანი ბავშვების ხანდასწრებით დილით შეიჭრნენ 8 საათზე ამ ადამიანების სახლებში ჩხეკების გამო. უბრალოდ ყოვლისა რაც შეეხება ჩხეკებს, ეს პროკურორის როგორც შევიტყვეთ არის პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში ჩატარებული ჩხეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხეკას, თუმცა ვინც ატარებდა ჩხეკას, დარწმუნებული ვარ ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ. ასე რომ გამოძიება არის, გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება, რაც არის ხოლმე ხანდახან საჭირო და ამ შემთხვევაში პროკურატურამ ჩათვალა ეს როგორც ჩანს საჭიროდ, არის ჩხრეკა, იმისთვის რომ იქნას ამოღებული სხვადასხვა მტკიცებულებები. ასე რომ ჩვეულებრივი პროცედურა არის, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ რომ ქართული ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის, რასთან გვაქვს საქმე, ხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის ცდილობა, რომ გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ უნდა გასცეს პასუხი ქართულ ხალხს. ეს არის
მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს. და რა მტკიცებულებებს ეძებთ ახლა მაგალითად ნანიკო ჟურჟულიანის სახლში და დაადასტურებს, რომ ჟურჟულიანი გარეთ აკვეთით მონაწილეობას იღებდა ხელისუფლების ცვლილებაში, როგორც თქვენ ამბობთ. რა მტკიცებულებები და მე როგორც იცით თვითონ გამოძიება, როგორც მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია არის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს საბოტაჟისა და მათ შორის უცხო ქვეყნების დახმარებაში სხვადასხვა საკითხში. ნახოთ პროკურატურას, ეს პროკურატურის საკითხი არის, რა მტკიცებულებებს ეძებს, რა მტკიცებულებებს მოიპოვებს თუ ვერ მოიპოვებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ჰქონდეს პროკურატურამ აჩვენოს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე, ვინმე დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, რა მტკიცებულებები არსებობს ან არ არსებობს. შეიძლება რომ ნანიკო ჟურჟულიანი დააკავოს პროკურატურამ მაგალითად და ვიხილოთ კიდევ ერთი ტიმბრებული ჟურნალისტი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩემი კომპეტენცია, პროკურატურა საქმეს იძიებს სხვადასხვა და არა მხოლოდ თქვენ ხას უსვამთ ხალბატონ ჟორჟოლიანს, თუმცა მე როგორც ვიცი არა მხოლოდ მის მიმართ არსებობს კითხვები, არამედ სხვა პირების თუ ორგანიზაციების მიმართ, ამიტომ ჩვენ პროკურატურა რომელიც იძიებს ამ საკითხებს და მას ექნება პასუხი. საგანგებო გავაგზავნეთ ხო ჩემს თემებს ამოვწურავ, როგორც ვიცით, ქართულმა ოცნებამ უნდა აირჩიოს ახლა პარტიის თავმჯდომარე. გუშინ გიორგი მოსკოვი გითხრა, რომ შესაძლებელია შაბათს იყოს ყრილობა. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ, როდის იქნება ეს ყრილობა? ვიცით, რომ კონფერენციები ჩაეტარდება რეგიონებში და ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე? იქნება ირაკლი კობახიძე თუ კახა კალაძე? რა შეგიძლიათ გითხრათ და ვის მიესალმებოდით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ბატონიშვილი? უბრალოდ ყოველსა თქვენ თავად საღამოს პროცედურები, რომლის შედეგადაც ხდება ყრილობის მოწვევა, შემდეგ ყრილობაზე გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის გახლავთ რეგიონალური კონფერენციების ჩატარება აუცილებელი, პოლიცსაბჭოს სხდომა ჩასატარებელი და ამის შემდეგ არის ინიშნება ყრილობა და შედგება ყრილობა. თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა ჩვენ ამ ეს პროცედურები დავიწყეთ და რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება ყრილობის მოწვევა შესაძლებელი ამ პროცედურების გავლის შემდეგ. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს საკითხს, ეს არის ყრილობის გადასაწყვეტის საკითხი, მათ შორის პოლიცსაბჭო ამ საკითხში ჩართული იქნება ჩართული, ამიტომ რა თქმა უნდა არასწორია, რომ ამაზე რაიმე წინასწარი კომენტარები გაკეთდეს. ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე, ეს ორი კანდიდატურა განიხილება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე? კიდევ ერთხელ, საკითხი, რომელიც პოლიცსაბჭომ და ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, არ იქნება კორექტული, რომ ამაზე წინასწარ იყოს საუბარი. ეს ჩვენი შიდა პარტიული, ასე ვთქვათ, დამოკიდებულების საკითხია მათ შორის, რომ უნდა შეიკრიბოს ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს საკითხები და არა ცალკე კომენტარებში გადაწყვეტილებები გაჟღერდეს. აქედან გამომდინარე, არაკორექტულია მანამდე რაიმე კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, ყრილობა, პოლიცსაბჭო და ყრილობა ამ საკითხზე გადაწყვეტს. ისამებოდით ამ თანამდებობაზე, რომ შეითავს მთავრობის მეთაურიც იყოს და პარტიის თავმჯდომარეც. როგორც გითხარით, პოლიცსაბჭო, ყრილობა ამ საკითხებს ყველაფერს გადაწყვეტს და აქედან გამომდინარე, არაკორექტული არის ზოგადად ამაზე საუბარი და ამაზე შესვლა. ბატონო, პარტია მიმსჯელო უკვე ამ საკითხზე, გუშინ უმრავლესობის ხდომა ჰქონდათ, როგორც ვიცით და ალბათ ამ საკითხზე მსჯელობის გარეშე ვერ დაასრულებდით უმრავლესობის ხდომას. გარკვეული მონახაზები არსებობს თუ არა უკვე, ვინ შეიძლება იყოს პარტიის ჩვენ ქონდა გუშინ ქონდა გუშინ მჯდელობა თავად ყრილობაზე, პროცედურებზე, რა პროცედურები გვაქვს გასავლელი, რომ შემდეგ ყრილობა ჩაინიშნოს და შედგეს ჩატარდეს ყრილობა. რაც შეეხება კანდიდატურებს და ასე შემდეგ, ამაზე არ ქონდა მსჯელობა. კიდევ ერთხელ, ეს ნაწილია ჩვენი შიდა პარტიული დემოკრატიის, რომ არის შესაბამისი პროცედურები, როგორ ხდება კანდიდატის დასახელება, გადაწყვეტილებების მიღება და საბოლოო ჯამში ყრილობა, რომელიც ამას თქოს და არაკორექტული იქნება წინასწარ ამაზე საუბარი. ეხლა ამ შაბათისთვის მოესწრება ყრილობის გაკეთება თუ შეიძლება შემდეგ გადაიცეს? შევხედოთ, კიდევ ერთხელ, ანუ პროცედურები არის, რომელიც მათ შორის რეგიონული კონფერენციებია ჩასატარებელი, ამიტომ რაღაც რაიმე კონკრეტულ თარიღს ვერც დავასახელებ, ვერც რომელიმე თარიღს გამოვრიცხავ. პროცედურები, რომელიც პარტიულად ჩვეულებრივ მიყვება. ვის ისურვებდით ირაკლი კობახიძის შემდეგ, რომ იყოს ქართული ოცნების პარტიის
კომენტარი ამას გავაკეთე უკვე, ვინაიდან ამას აქვს თავისი პროცედურები, არაკორექტული არის, რომ პარტიის ცალკეულმა წევრებმა ასე ვთქვათ, ამაზე საჯარო განხილვა მოაწყონ, ვინაიდან ამას შიდა პარტიული დემოკრატიის ნაწილია თუ როგორ ხდება კანდიდატურების დასახელება და როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისად იქნება მიღება. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, რომელიც მანდატიც ფართოვდება, ზოგადად საზოგადოების რა მნიშვნელობა აქვს, ხედავთ, რომ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, დღესაც მიმდინარეობს ხდომა, მნიშვნელობა საგამოძიებო კომისიის და მანდატის გაფართოება რატომ გახდა საჭირო? ხო, მნიშვნელოვანი არის იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ ხედავთ ჩვენ რეაქციებითაც, ხომ საზოგადოების მხრიდან, რომ ის მძიმე სურათი, რომელიც საქართველოს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, კიდევ ერთხელ წარმოდგა ჩვენი საზოგადოების თვალში და მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ, რასთან ჰქონდა საქმე, რა რეჟიმს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას, ხალხი, რომელიც დღეს საყვედურს ეუბნება ჩვენს მოსახლეობას, რა რეჟიმს ეძახდა დემოკრატიის შუქურას. მათ შორის ამ დღეებში თუ არ ვცდები, დღეს ხვალ იმართება ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი და გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა წერილი, რომელთაც ის მიიწვიეს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. წამების კორუფციის შემოქმედი ადამიანი ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბატონმა ვებერმა მიიწვია პარტიის ყრილობაზე. შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პირველი ნომერი აი ახლა ევროპის პარლამენტის არჩევნების დროს კამპანიის პირველი პირი გახლავთ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც დღეს გახლავთ ევროკომისიის პრეზიდენტი. ის არის EPP-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, დიდი ალბათობით თავადაც დაესწრება ალბათ ამ კონგრესს და აი ამ პარტიამ გვითხრა ჩვენ საზოგადოებას ამ წერილით, რომ მისთვის ადამიანის წამება, რეკეტი, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია არის მისაღები. და ასეთი ადამიანები არიან ისეთი, რომელსაც ხელს ჩამოართმევდა ქალბატონი ფონ დერ ლაიენი, ბატონი ვებერი და EPP-ის სხვა წამყვანი პირები. აი ეს არის ზუსტად ის ფარისევლური ევროპულობა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენ გვაჩვენებს, როდესაც ტრიბუნიდან მაღალფარდოვან სიტყვებით საუბრობენ ადამიანის უფლებებზე და თავად იხუტებენ ადამიანების წამების, ბიზნესის რეკეტის და კორუფციის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომაც არის, რომ ქართულ საზოგადოება დაბნეულია ხოლმე, როდესაც ერთის მხრივ ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის მისი ხელმძღვანელი, საუბრობს ან პრეტენზიას უყენებს ქართულ ხალხს რაღაც დემოკრატიასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ თავად არიან წამხალისებლები ისეთი ფიგურებისა, როგორიც არის წამების, ბიზნესის რეკეტის და კორუფციის სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ამაზე გვინდა ჩვენ პასუხი, როდესაც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი ასე ვთქვათ კლასის დამრიგებელივით ესაუბრება ქართულ ხალხს, ამაზე გვინდა ჩვენ პასუხი. რას პასუხობენ ამაზე? როგორ შეიძლება კრიმინალი იყოს სტუმრად მიწვეული ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე? შეგახსენებთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება არის პარტიებისა ევროპაში, მათ შორის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში არიან და ახლა ამასაც ხედავს ქართული საზოგადოება, ხომ, როდესაც ხედავს, რომ ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრები, არ ვიცი, ალბათ 10-ზე მეტ ქვეყანაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არიან ხელისუფლებაში, თუ მეტში არა. და ეს ის ხალხია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევს და იხუტებს კრიმინალს, წამების სისტემის შემქმნელს, ბიზნესის რეკეტის სისტემის შემქმნელს, მკვლელების ხელის დამფარებელს და ასე შემდეგ. ამაზე რო გვეუბნება, რომ ეს არის მისაღები პოლიტიკოსი, შემდეგ ასეთი ადამიანების სიტყვას რომ ფასი ეკარგება ქართული ხალხის თვალში, ეს აღარ უნდა გაუკვირდეს. მოკითხვას დამისვამთ თუ შეიძლება. სახელმწიფო დეპარტამენტი ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ასრულებს, რომ გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.
ფაქტობრივად ეს მნიშვნელოვანი კომენტარს ანაკეთებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მთავრობამ კარგად იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რათა ამერიკასთან აღდგეს ეს ურთიერთობები. როგორ გესმით? თუ გესმით ეს ყველაფერი რა უნდა გააკეთოთ? მაინც ოპონენტების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას განახორციელებთ. ხედავთ დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩხრეკები თქვენი ოპონენტების სახლებში და რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? გესმით კი რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ აღდგეს ეს ურთიერთობა? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ვაქციოთ ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად და არა იმ ფარისევლობად, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენ გვაჩვენებდა. როდესაც ერთის მხრივ წინა ადმინისტრაცია სარგებლობდა იმით, რომ საქართველოს სახელმწიფო მის ხელისუფლება ყველანაირად გვერდში ედგა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას და მეორე ხელით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში და ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. ეს ყველაფერი USAID-ები, NED-ი, ISFED-ები და ეს ყველა დაფინანსება საბოლოო ჯამში რომ მიმართული იყო ქართული საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოსცხრისკენ და მიმართული იყო ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ, ეს აღიარებული აქვს უკვე და ნაჩვენები არის ახალი ადმინისტრაციის მხილებებში. ამიტომ ჩვენ გვინდა ის რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციასთან არ გქონია მათ შორის იცის თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენ საზოგადოებას და ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იცის რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოსთან, ქართულ ხალხთან ურთიერთობები დააბრუნოს იმ კალაპოტში, რომელშიც ის მანამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს გაზიარებული მათთვის, ამიტომ კარგად არის ცნობილი თუ რა აქვს გასაკეთებელი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესოს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც მაგას ამბობს, რომ თქვენ იცით, ქართულმა ოცნებამ იცის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენისთვის. ანუ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ მათ, რომ მათ უნდა გამოასწორონ წინა შეცდომები, ისინი ამბობენ, რომ თქვენც კარგად იცით რა უნდა გააკეთოთ. გასაგებია თქვენ ასე ამერიკამ თქვენი მხრიდან რა უნდა გაკეთოს? ჩვენი მხრივ გამოვთქვით მზაობა სხვადასხვა ფორმატში იმისთვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობა არათუ დავაბრუნოთ, იმიტომ რეალურად ის სტრატეგიული ურთიერთობა არ იყო ის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ქართულ ხალხს სურს რომ დაინახოს ამერიკასთან ურთიერთობაში და ჩვენ ვსაუბრობთ არათუ დავაბრუნოთ იმ სტრატეგიული ურთიერთობის დონეზე, არამედ პირიქით თვისებრივად ახალ სტრატეგიულ ურთიერთობა გქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ინტერესების ურთიერთ გათვალისწინებაში. ის რომ მათ შორის ერთი რომ ჩვენ ვართ მზად რომ ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი და ამავე დროს მოლოდინი არის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს რა არის ქართული ხალხის ინტერესი. ამიტომ ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის რომ გამოსწორდეს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კიდევ ერთხელ ჩვენ ეს არ დაგვიწყია. ეს ურთიერთობის გაფუჭება ჩვენ არ დაგვიწყია. დაიწყო ბაიდენის ადმინისტრაციამ, გააფუჭა და ეს ურთიერთობები ფაქტობრივად პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართულ ხალხთან, ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან ამერიკელი ხალხისა და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმენთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში ალბათ არ ყავს ისეთი სანდო პარტნიორი როგორც საქართველო არის და არაერთხელ ქართული ხალხი პოლიტიკურად თუ მათ შორის ბრძოლებშიც და ომებშიც გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს. ეს ურთიერთობები გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ეს ურთიერთობები გააფუჭა ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსი, ასე რომ ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს. ჩვენ ეს არ დაგვიწყია, ჩვენ ურთიერთობები ჩვენი მხრიდან არ გაგვიფუჭებია, ერთ-ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ის ცდილობდა საქართველოს დემოკრატიაში ჩარევას და საზოგადოების დაზიანებას, ეს იყო რომ დაგვეცვა ჩვენი საზოგადოება ამ გარეთ ჩარევებისგან. ასე რომ ახალმა ადმინისტრაციამ იცის რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ დააბრუნოს ეს ურთიერთობები, აიყვანოს სტრატეგიული ურთიერთობების ახალ სიმაღლეს.